მოგესალმებით ყველას და როგორც ყოველთვის გთავაზობთ ინფორმატორს დღის განმავლობაში მოხდარი ყველა საინტერესო სიახლით. მოდით ჯერ ქართულ ომებს გავაცნოთ, შემდეგ კი უცხოეთის სიახლეებით შევიწყოთ. ლექსენი და გიგა მიქაბერიძე ტრადიციას არ ღალატობენ და სკოლებში სტუმრობას აგრძელებენ. ამჯერად მუსიკოსებმა მე-16 საშუალო სკოლა მოინახულეს, სადაც მათ იმდენად ემოციური და სიყვარულით სავსე ბავშვები დახვდნენ, რომ ნანახმა და განცდილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ის გადაგვრჩენია კადრები უკომენტაროდ შემოგთავაზეთ. შედეგმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, მე გაოცებული ვარ და ეს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ამხელა სიყვარული ვერც დავაუკეთ, ვერც გავაჩერეთ ბავშვები და ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ მართლა რაღაცა ღირებულად მიიღეს იმას, რასაც მე ვაკეთებ და მადლობის მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი და ამხელა იმედები რო აქვს ჩემზე და რაღაც ამხელა სიყვარულს გამოხატავენ, ამას არ გაუსრულებ და ვეცდები რომ ბოლომდე აი ესე ვიყო, რომ შევაყვარო თავი ბოლომდე უყვარი და მეც რა თქმა უნდა მინდა ვთქვა, რომ აი ეს ყველა ადამიანი მიყვარს, ვინც აქ აი ესე სიყვარულს შემეგება მე. ცოტა ხანი მაგრო გემუდარებ ძალიან ვგრძნობ ამას რომ მაფასებს რამდენი თაობა ბავშვები მოზარდები ხო თინეიჯერებიც და უფროსი თაობაც და მადლობის გარდა არაფერი არ მეთქმის. მიყვარს გიგას შემოქმედება, იმიტომ რომ ძალიან კაცური ხმა აქვს და საყვარელი. ძალიან მიყვარს და ლექსენიც. თანამედროვე კარგი რეპერია და მიყვარს, რა ვიცი. ძალიან ცუდად მოვიქეცი და იმიტომ რომ წავიდა ორივე და შემდეგში რომ მოვა, შევასწავლეთ უფრო კარგად მოვიქეცი. არ უნდა გვეხმაურა და გაჩერდებოდა. ლექსენი ძალიან მიყვარს, რა ვიცი, მართლა კარგად მღერის, ძალიან იჭიერი მომღერალია. ჩვენი მე-16 სკოლის სახელით წმინდა გიორგის ხატიც კი არ შექეს ბავშვებმა, გიგასაც ორივე ძალიან კარგი მომღერალია, ძალიან მიყვარს. ძალიან ბევრი კითხვები ქონდა ბავშვებს მომზადებული და ბავშვების უწესრობის გამო წავდნენ და მეორეჯერ თუ მოვიდნენ ეს აღარ განმეორდება. გიგა რაღაცას ვაგებ. კაფე შუა ქალაქში კიდევ ერთი ასოციაციის პრეზენტაცია მოეწყო. ეს გახლავთ ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია აპრილის შვილები, რომელშიც ჯერ მხოლოდ 3 ადამიანია გაერთიანებული, 1 პოეტი და 2 მხატვარი. სწორედ მათი შემოქმედების წარდგინებით მოხდა ასოციაციის დაფიქსირება. ამ კავშირის წევრებს იმედი აქვს, რომ მათი რიგები გაიზრდება და ყოველგვარ პრობლემას ერთობლივი ძალებით სძლევენ. დევიზით ძალა ერთობაშია. შემიძლია ამით სხვებს დავეხმარო, გამიგეთ, რომ აი ერთად ვიმოქმედოთ, რაღაც საერთო საქმე გავაკეთოთ და ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ მე უფრო ბევრს გავიცნობ, გამიგეთ და ბევრს რაღაც ახალს აღმოვაჩენ. ერთმანეთს რაღაცას ვასწავლეთ და რაღაც საერთო გზას გამოვნახავთ რა და ერთად ვიბრძოლებთ აი რაღაც პრობლემის გადაჭრისათვის რა. უფრო კუბისტური არის, ესე რომ თქვა და სურეალისტური ნახატები მაქვს მე ძირითადად.
გალერეაში უნივერსიტეტის ცნობილმა კოლექციონერმა ბატონმა გივი ფარასტაშვილმა მის კოლექციაში არსებული ნიკო ცეცხლაძის 50-მდე ნამუშევარი გამოფინა. სხვადასხვა უმრავლესობა ამ ნამუშევართაგან აქამდე საერთოდ არ გამოფენილა არც ერთ გალერეაში. ცნობისათვის, ბატონი გივის კოლექციაში შედის ისეთი კლასიკოსი მხატვრების სურათები, როგორებიც არიან ფიროსმანი, კაკაბაძე, გუდიაშვილი, ახვლედიანი და სხვები. ბატონგივის უმეტეს იდეა ქონდა, რომ ესე იგი ეს მისი საკუთრება გამოეფენა და ეჩვენება ხალხს, იმიტომ რომ აქ არის ნამუშევრები, რომლებიც საერთოდ არ ყოფილა გამოფენილი არასოდეს. და ამის სურვილი ქონდა ფაქტობრივად ეს ძალიან ისეთი კეთილ საქმეს აკეთებს ბატონგივისაც არის ესეთი ადამიანები, რომლებიც არიან დაინტერესებული ხელოვნებით და ზრუნავენ ქართულ ხელოვნებაზე, ყველაფერი გაფორმებული და კულტურულად გამოფენილი არის. ნიკოს გამოფენის მოწყობა მე ჯერ კიდევ 91-92 წლებში მქონდა განზრახული. მაშინ ადრე გამართული ჩემი გამოფენის შემდეგ მე სადაც მხოლოდ ქართველი კლასიკოსი მხატვრები იყვნენ წარმოდგენილნი. ზოგიერთმა შენიშვნა მომცა, რომ შენ შიშარა კოლექციონერი ხარ. მხოლოდ იმ მხატვრების სურათებს ყიდულობ, რომლებიც უკვე ცნობილია, აპრობირებულია, აი ახალგაზრდებს ყურადღებას არ აქცევ. რომ ეს აზრი გამეცამტვერებინა, მე უკვე მომზადებული მქონდა ნიკოს გამოფენა, ზურა გომელაურის გამოფენა, თემურ იაკობაშვილის გამოფენა. ნიკო მე აი პერიოდიდან გავიცან, როცა მე-11 საათული რო ქონდათ თუ იცით ეგეთი პერე მარჯანიშვილის სტუდია რო იყო და მე გავიცანი მაგენ როგორც მთელი ერთიანი შეკრული ჯგუფი და მე ასე ვფიქრობ რომ მაგენი არიან ერთ-ერთი ის ნორმალური ხალხი რომელსაც რეალურად ქართულ კულტურაში ნუ სახვით ხელოვნებაში უფრო რაღაც გარკვეული რევოლუციური ნაბიჯებიც გააკეთა და ანალოგიურად რასაც ჩვენ მუსიკაში ვაკეთებდით, იგივე ეს ხალხი, იგივე მამუკა ჯაფარიძე და იგივე ასე შემდეგ და ასე შემდეგ ერთად ქმნიდნენ იმ თანამედროვე ქართულ მხატვრობას, რომელიც დღეს თქვენ თვალწინ არის წარმოდგენილი.